უკრაინის დაზვერვის მასალებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხალხის ზალაში ამბობენ, რომ ბრალდებები ქვეყნის მისამართით ხშირად ისმის როგორც შავი ხვრელების არსებობაზე, ასევე იერახთან დაკავშირებით რუსეთთან კავშირზე, თუმცა არც ერთი არ გამართლდა. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ეს მორიგი უპასუხისმგებლო განცხადებაა უკრაინული სპეცსამსახურების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტული მედია საშუალებებისა და აქტივისტების მხრიდან მიზან მიმართულად ვრცელდება არასწორი ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციების ტერმინალების ქსელები. მათივე ცნობით, ხსენებული მედია პლატფორმები არც ერთ წარმომადგენელს უწყებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ. ჩვენ სამწუხაროდ არ გვიკვირს უკრაინის არც ხელისუფლების მხრიდან და არც უკრაინის დაზვერვის მხრიდან დეზინფორმაციული განცხადებები სამწუხაროდ არ გვიკვირს. ბევრჯერ დააბრალეს საქართველოს შავი ხვრელების არსებობა, ბევრჯერ დააბრალეს რამდენიმე თვის წინ თუ ერთი წლის წინ რუსეთთან კავშირი რაღაც იარაღებთან დაკავშირებით, არც ერთი რა თქმა უნდა არ გამართლდა და ეს განცხადებაც ტიპიური დეზინფორმაციაა ჩვეულებრივი, რაზეც რა თქმა უნდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისად უპასუხა და პასუხი გასცა. აი ამ დეზინფორმაციას. საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება 10 წლების განმავლობაში უკვე მიეჩვია და მიჩვეულები ვართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ტიპის საქმიანობას. თქვენ გახსოვთ უკრაინის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ომში ჩართვასთან დაკავშირებით მოწოდებები, თქვათ სანქციებთან დაკავშირებით მოწოდებები და ესეც არ არის, თქვათ ახალი ნაცნობია ეს ყველაფერი. შესაბამისად კიდევ ერთი უპასუხისმგებლო განცხადება გაავრცელა უკრაინის სპეცსამსახურებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დააზიანა ეს ისედაც დაზიანებული ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და ცალსახად შემიძლია თქვა, რომ აი ამ დაზიანების მიზეზი არის უკრაინის მოქმედი ხელისუფლება. ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში.